და მიმართულებით. დღეს გქონდა урბანული და ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით პრეზენტაცია საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარუდგინეთ ხედვა კონკრეტული გეგმა პროექტების სახით თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს ქალაქთან დაკავშირებით დღეს ასევე დავანონსეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც ძალიან აწუხებს თბილისის მოსახლეობას ეს ეხება ძველ და ავარიულ ლიფტებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქალაქში სრულად შეიცვლება ავარიული მოძველებული ლიფტები და აღნიშნულ პროექტს გავაკეთებთ ჩვენ რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტული პროექტებით ბეთანიაში დაგეგმილი გვაქვს სათხილამურო ტრასის სამშენებლო სამუშაოები, რაც ვფიქრობ ძალიან კარგია. ახალი ხიდი დადიანზე, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ხელშეუწყობს, რომ მოიგოს დაახლოებით 15 წუთი გადაადგილების თვალსაზრისით, ეს მგზავრებისთვისაც მნიშვნელოვანი არის. რა ვიცი, ბევრი საინტერესო პროექტი იქნა წარმოდგენილი, ტრამვაის პროექტი, რადგან ბევრი ვისაუბრეთ, ეს იქნება პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება დედაქალაქში, დიდი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პირველი და ბოლო არ იყოს, ზოგადად ტრამვაის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტია ქალაქისთვის და სამწუხაროდ წინა ხელისუფლებამ წაართვა თბილის აღნიშნული ტრანსპორტი და ჩვენ ამას რა თქმა უნდა დავაბრუნებთ. ასევე საუბარი იყო მეტროს ახმეტელისა და ვარკეთილის სადგურების დაგრძელებაზე დაახლოებით კილომეტრი 200 მეტრით, რაც მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროთ და ხელი შეუწყოთ. ბრიტანეთის ეუჩის დაბარებაზე სამინისტროში ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ ეუჩს შეხვდნენ ბოკერია და ბარამიძე და 20 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრეს. როცა საუბრობთ, რომ ეუჩები ვენის კონვენციას არღვევენ, რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში, ცდებიან თუ რა დიპლომატიურ ჩარჩოებს? თქვენ ხედავთ, ხო? თუნდაც მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები მოვისმინოთ. დაფინანსებები, რომელიც შემოდის ქვეყანაში, უშუალოდ მათი ჩართულობით, მათი მონაწილეობით ხდება ექსტრემისტული ორგანიზაციების წახალისება, მათი ლიდერების წახალისება, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა. ნახეთ, თანხები, რომელიც წლების განმავლობაში შემოდიოდა, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, NGO სექტორის გავლით, ხმარდებოდა მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციის მოწყობების მცდელობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. ერთი ხაზია ეს ყველაფერი, ერთი ხელით იმართება გარედან. ეს კონკრეტული ელჩებიც, ხო, მოусმინეთ რა განცხადებებს აკეთებენ. საოცრება წარმოუდგენელია. დიპლომატიურ თანამშრომლობაზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია და დიპლომატიასთან მათ განცხადებები არანაირ შესაბამისობაში არ მოდის. იგივე ვენის კონვენციაზე საუბრობდით და ყველაფერს არღვევენ, ყველანაირი წითელი ხაზი არის გადაკვეთილი. Dacă მე მინდა გითხოთ 4 ოქტომბრის გეგმებზე, კერძოდ ოპოზიციის გეგმებზე, იმიტომ რომ ისინი საუბრობენ, რომ უნდა აუცილებელია წინააღმდეგობის გაწევა, ასე შეიძლება დღეს მაგალითად ანაწითლიძემ თქვა, რომ მთლიანად ვიღებო პასუხისმგებლობას ამ პროცესზე და ჩართული ვარ იგივე საორგანიზაციო საკითხებში, ანუ ოპოზიცია ჩართულია სამზადისში 4 ოქტომბრის აქციისთვის. ვის რა გეგმა აქვს 4 ოქტომბერს? 4 ოქტომბერს ერთ შემიძლია გითხრათ, რომ გაიმარჯვებს ქართული ოცნება არჩევნებში. ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, როგორც საკრებულოების, ასევე მერების დონეზე ქართული ოცნება მიაღწევს გამარჯვებას და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მიუჩენს თავის ადგილს ამ უსამშობლო მოღალატე აგენტურას. ამ თემაზე დავასწრებ რა 4 ოქტომბერზე ოპოზიცია საუბრობს, რომ შვიდობიანი რევოლუცია იქნება, თუმცა როცა საუბრობენ შვიდობიანს, აქვეყნებენ პარალელურად კლიპს, სადაც ყველაფერს ცდილობენ მათ შორის პარლამენტს. ეს რაზე მიუთითებს თქვენ? ნახეთ, ყველა წყალწაღებული ვინც არის, ყველა საუბრობს აღნიშნულთან დაკავშირებით. არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ. განულებულები არიან, როგორც პოლიტიკოსები, როგორც პოლიტიკური პარტიები, როგორც ადამიანები. ნახეთ, შეხედეთ ამათ. ნახეთ. და ყველაფერს მიხვდება. აი საზოგადოება და ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, რადარებიდან გამქრალები არიან. საერთოდ არავის არ აინტერესებს. ის მხარდამჭერები, ვინც ყავდათ, ისინიც დაკარგეს და ამ სისულელეებით, ამ სულელური განცხადებებით გარკვეულწილად ცდილობენ რომ ყურადღება მიიქცონ. მეტი არა. ნუ ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული, მე რამდენიმე დღის წინაც
ვისაუბრე აღნიშნულთან დაკავშირებით და წარმატებები მინდა უსურვო პრეზიდენტს რომელიც ამბობენ, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში მოხდება ქალაქის პარალიზება, ასევე დაუშვებენ პერმანენტულ აქციებს, აი რას ნიშნავს მათი მხრიდან ეს განცხადება? წარმოუდგენელია, უბრალოდ საარჩევნო კამპანიის დროს დაპირებას იძლევიან, რომ ყველაფერს გააჩერებენ. მუნიციპალურ ტრანსპორტს გაფიცვებს მოაწყობენ, შეუწყვეტავენ დახმარებებს ადამიანებს სოციალური ჯანდაცვის მიმართულებით. წარმოუდგენელია იმის მაგივრად რომ ამბობდნენ იმას, რომ თუ კალაძე აკეთებს 5 პარკს, ჩვენ გავაკეთებთ 10 პარკს, ამის რეალური გეგმა წარმოადგინონ, ხედვა, მაგრამ იციან თვითონაც, რომ არანაირი რესურსი, არანაირი შანსი არ აქვს. ყველანაირად გაუბედურებულები, გაფარჩაკებულები არიან და ეს განცხადებებიც მეტყველებს და ცხადყოფს თუ რა მდგომარეობაში არის. თქვენ არ აშუქებთ არც ერთ ჩვენს ღონისძიებას. თქვენ არ აშუქებთ არც ერთ თქვენს ღონისძიებას. რატომ არ აშუქებთ ჩვენ ღონისძიებას? ზელენსკის გამოსვლასთან დაკავშირებით უკრაინაში არ გაქვს პასუხი თბილისელებისთვის იპოდრომის კრიტიკა მოდის ადამიანის უფლებების თბილისელებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ კრიტიკა ისმის გაეროს ტრიბუნიდან ამჯერად ზელენსკის გამოსვლასთან დაკავშირებით მინდა რომ ვკითხოთ. ის ამბობს რომ რაღაც ევროპამ უკვე დაკარგა საქართველო და ნუმერიკი თავდასხმა ისმის საქართველოს მისამართით. დღეს თქვენთან საქართველოს დაანებოს ყველამ თავი. ზელენსკი მიხედავს თავის ქვეყანას და ისაუბროს იმაზე თუ რა დაკარგა და რა მოუწყო საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. იმაზე დიდი უბედურება რაც დღეს უკრაინაში ხდება. მისი უშუალო მონაწილეობით, მისი უშუალო ჩართულობით, ამაზე რა თქმა უნდა გავა დრო და მოუწევს აუცილებლად პასუხის გაცემა და ჩვენს ქვეყანას და ქართულ ხალხს თავი დაანებონ. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც მოვახდით. საერთაშორისო კვლევაზე უნდა ვკითხოთ, ევროკომისიამ გამოაქვეყნა და ადამიანური კაპიტალის ინდექსით საქართველოს მსოფლიოში 33 ადგილზე, ევროპის საუკეთესო 20-ში მოხვდა. პირველი კვლევა არ არის, როცა რეიტინგებში ვართ წინ. რაზე მიუთითებს ეს თქვენთვის? არაფერი ძალიან მარტივია. ყველა ჯანსაღი შეფასებით საქართველო არის მოწინავე, რეფორმატორი ქვეყანა, ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი. თუმცა, როდესაც შემოდის პოლიტიკური ნარატივი და იმ გლობალური ომის პარტიის ინტერესები, რა თქმა უნდა, მაშინვე იწყება ცილისამება, სიცრუე, ტყუილი, მუქარები და ასე შემდეგ. რეალურად ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს ქვეყანა როგორ ვითარდება და წინ მიდის. არჩევნების საქართველოში ბატონო კახა თუ გქონდათ მასთან ბოლო პერიოდში. თქვენ რატომ არ აშუქებთ ჩვენ ღონისძიებას? ერეკლე მეფის ძეგლის გახსნა გავაშუქეთ. გააქვთ შეკითხვა? ბატონო კახა. ეს არის თქვენი პასუხები, იცით რამდენი დაგაკლდათ თუ რატომ? რა შეშა დამაგდა კაცო, როდესაც მოდიხარ ღონისძიებას, ხო უნდა გააშუქოს ღონისძიება, ხო? ვიცი ყველა ღონისძიებას რომ მოდიხარ და არც ეს რო არ აშუქებთ, ვიცი და მაგითო გისვამთ ამ შეკითხვას. საკითხად არ გასაგებთ აქედან გამომდინარე. ეს ერთ-ერთი მაღალი პოზიციის მქონე. ხო, ანუ გარდა იმისა რომ მერობის კანდიდატი ხართ, გენერალური მდივანი ხართ პარტიის. მართლა? ой, მე არ ვიცოდი, ეხა გავიგე. დიახ, კარგად გახსოვს, ბატონო. ხო, ძალიან კარგი. კითხები გვაქვს, საზოგადოებას აქვს კითხვა. მეც მაკითხვა თქვენთან. მეც მაქვს თქვენთან კითხვა. რატომ არ აშუქებთ ღონისძიებებს, როდესაც ესწრებით, რატომ არ აშუქებთ აღნიშნულ ღონისძიებას? გავჩეკითხები. ირაკლი გარიბაშია საქართველოში. მადლობა.